აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთის ომის დაწყებიდან 18 წლის თავთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე მდებარე აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ეს რეალურად რუსეთ-საქართველოს ომი გახლდათ. საქართველო კი პროვოკაციას ახვა. მემორიალი გვირგვინით შეამკეს ასევე ვეტერანთა დეპარტამენტის წევრებმაც. მემორიალთან იმყოფებოდნენ ომის დროს გარდაცვლილი მეომრების ოჯახის წევრები და ახლობლებიც. აფხაზეთის ომის დაწყებიდან დღეს 14 აგვისტოს 18 წელი გავიდა. ეს ომი იმითაც იყო ძნელი ჩვენი ერისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ არ ვიცოდით ვის ვებრძოლით, რა ომი იყო ეს. რუსეთ-საქართველოს ომი თუ ეს ეთნო ომი, როგორც თავს მოგვახვია ჩვენმა ჩრდილო მეზობელმა. ერთ ბრძოლაში სოხუმის აღების მცდელობისას მარტში დაიღუპა ორი ჩემი მოგვარე. ერთი იყო ბარიკადების ერთ მხარეს, მეორე ბარიკადების მეორე მხარეს. ორივე გმირი იყო. აი, როგორ შეიძლება ეს ახსნა ადამიანმა, როდესაც ჩვენ ძმები ერთმანეთს ვესროდით. მე ვფიქრობ, რომ ის რაც მოხდა, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, რა თქმა უნდა, ყველა ესე იგი მონაცემით, რაც შემდეგ გამოჩნდა, იმიტომ რომ საომარი მოქმედების დამთავრების შემდგომ დაიხრიტა 6000-მდე ადამიანი გალის რეგიონში, სადაც პრაქტიკულად ბრძოლები არ მიმდინარეობდა. ჩვენ დღეს მოვედით, რომ პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და იმედი მივცეთ იმ ბიჭებს, რომ მომავალში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო გამთლიანდეს და იყოს ერთიანი და მუდამ ისეთი სიძლიერის, როგორც ჩვენ ყველა ქართველს გვახსოვს. აფხაზეთის ომის დაწყებიდან 18 წლის თავთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე მდებარე აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალურ დაფასთან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც მივიდნენ. მემორიალთან იმყოფებოდნენ ბურჯანაძის პარტიის წევრებიც. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წევრმა ვახტანგ ყოლბაიამ 14 აგვისტო ემოციურად დატვირთულ დღეს შეაფასა. ეს ტკივილი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ომი არის ყველაზე უარესი, რაც კაცობრიობას მოუგონია. არა არც ერთი ომი არ ღირს ერთი ადამიანის სიცოცხლედაც კი. ოპოზიცია და პოზიცია ყველა ერთად დავდგეთ და რომ დავიბრუნოთ ტერიტორია იმას უნდა და იქ მოვეფეროთ ჩვენ ბიჭებს და იქ მინდა ჩავიმუხლო და იქ მოვკდეს, სადაც 17 წლის შვილი დაბრუნდა, დარბოდა იქ. აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატების წევრმა გვირგვინით შეამკეს. ზურაბ აბაშიძის შეფასებით ომის დაწყებიდან 18 წლის შემდეგაც ემოციები არ ცხრება და იმედოვნებს, რომ აფხაზები და ქართველები მომავალში ერთად იცხოვრებენ, ხოლო პოლიტიკოსებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს მეომრების ოჯახის წევრთა მიმართ თანაგრძნობის გამოხატვისკენ მოუწოდა. ჩვენ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოების წარმომადგენლებს ყველას ვალდია, რომ მოვიდეთ და ეს დღე გავიხსენოთ და პირველ რიგში თანაგრძნობა გამოვხატოთ დაღუპულების ოჯახებს და მშობლებს პირველ რიგში. ჩვენ დიდი დანაკარგი გვაქვს და გული მტკივა, რომ მე აქ ისეთ წარმომადგენლებს, ჩინოვნებს ვერ ვხედავთ, ჩვენ მხოლოდ ერთმანეთს მშობლები ვხედავთ. და გული მტკივა იმაზე, რომ ჩვენი ბიჭები რაც არიან დავიწყებულები. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღეს 18 წელი სრულდება. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სახელმწიფო საბჭომ სოჭინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანის შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ვლადისლავ არძიმბასთან შეთანხმებით 11 აგვისტოს მიიღო. შეთანხმების მიუხედავად აფხაზურმა გვარდიამ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებსა და ქალაქ სოხუმში გაუწია, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოხდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხი დასრულდა. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება საქართველოზე გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავს. ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით აფხაზეთში 1992-93 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას ქართული მხრიდან 10,000-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300,000 აფხაზეთიდან დევნილი ქართველი უსახლკარო დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი დაიღუპა 3,500 და დაიჭრა 2,000-მდე აფხაზი.
კრემლი მზად არის გამოაქვეყნოს სტენოგრამა, სადაც ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის აღიარების პირობას დებს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე სერგეი პრიხოტკომ გააკეთა. მისივე თქმით, ის ლუკაშენკოს სხვა მოსაზრებებსაც გამოაქვეყნებს, რომელიც არა მარტო ბელორუსის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის იქნება საინტერესო. კრემლის ბრალდებებს ბელორუსის პრეზიდენტი პასუხობს, მისი თქმით, მას არასწორად გაუგეს. მე განაცხადა, რომ ბელორუსისთვის პრობლემას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, თუმცა ჩამოთვალე ყველა პრობლემა, რომელიც ბელორუსს შესაძლოა ამ ფაქტიდან გამომდინარე ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დსთ-ს მხრიდან შექმნოდა და ვკითხე რუსეთის პრეზიდენტს, არის თუ არა მოსკოვი მზად მისკს ამ პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს. თუმცა რუსეთი უძლურია აღმოჩნდა, ან რუსეთის ხელისუფლებამ არ ისურვა იმ შედეგების ლიკვიდაცია, რომელიც ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ბელორუსისთვის წარმოქმნილიყო, განაცხადა ლუკაშენკომ. გარემოვაჭრეთა აქციები გრძელდება. აქციას დღეს ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებით შეუერთდნენ. ისინი თბილისის მერის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ბაზრის ტერიტორიაზე შეთავაზებულ ადგილებზე უარს აცხადებენ და აღნიშნავენ, რომ გადასახადის გადახდის საშუალება არ აქვთ. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გარევაჭრობის დაკანონებას მოითხოვენ, რაც შეეხება სანიტარულ პირობებს, ამბობენ, რომ სისუფთავეს თავად უზრუნველყოფენ. გვიჭირს ძალიან უკიდურესად გვიჭირს რა. ის 7 ლარი, რასაც ჩვენ გვთავაზობს, ბატონი გიგი უგულავა. ჩვენ არ გყოფნი 7 ლარი, ჩვენ მოგება არ აქვს ყოველდღიური. მაგრამ გვთავაზობს, ბაზრობებზე შედით. 7 ლარი თუ ჩვენ ბაზრობებზე დავტოვეთ, ჩვენ სახში ვერაფერს ვერ წავიღებთ. არის დღე, როდესაც 3 ლარი გვაქვს მოგება ჩვენ. იმ 7 ლარს საიდან გადავიხდით, შემოკარგებო? ჩვენ არა გვაქვს იმხელა შემოსაბალო, დიდი ბაზრობები ავამუშავოთ და გადავიხადოთ ის დიდი გადასახადები. ამიტომ ვითხოვთ, არ ვამბობთ დაგვაჯინონ ცენტრში, პრესტიჟულ ადგილებზე, არის ტერიტორიები აგელგზანში, პატარ-პატარა ადგილები, სადაც მოვიწყობთ ჩვენ ლამაზ კუთხეებს, ვიქნებით პასუხისმგებლები სისუფთავეზე და მინიმალური გადასახადები, რაც საჭირო იქნება. ამისთვის ავირჩევთ ერთი გვეყოლება ადამიანი, რომელიც აკრიფავს ამ თანხებს და გადაირიცხება მთავრობაში, არა თუ ვიღაცის ჯიბეებში. ჩვენ რამაც ვარ დარწმუნებული, რომ სათანადო პროტესტის შედეგად არაერთხელ გვინახავს, რომ ხელისუფლებას უკან დაუხევია, გარევაჭრობას კვლავ დაუშვია, მაგრამ ჩვენთვის ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გვინდა გარევაჭრობა აღარ დიდონ, მაგრამ მას ჰქონდეს ცივილიზებული სახე. დეზერტირების მიმდებარე ტერიტორიაზე კი აქცია ადგილობრივმა მოსახლეობამ გარემოვაჭრეთა წინააღმდეგ გამართა. აბასთუმნის ქუჩის მცხოვრებნი ანტისანიტარიის შედეგად გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაცია არასწევრი შეფასებით კი აქცია მერიის მიერ დადგმული პროვოკაცია გახდათ. ღამის 3 საათზე, 4 საათზე აქ არის დებოში, აქ არის გინება, აქ არის ანტისანიტარია. თვითონ არც ერთი არავინ არაფერს არ ალაგებს აქ. ჯერ ეს ერთი, მეორეს ერთი. პადიეში ვერ შემოვდიოდით, იმიტომ რომ გვეშინია. ხან რომელი ადამიანი წევს იქ? გალეშილი მთვრალი? მერის თანამშრომლებმა და სალო ინსტრუქტორის თანამშრომლებმა სამოქალაქო ფორუმში გამოწყობილმა ადამიანებმა აქ მოაწყეს აქცია. ესენი აპირებენ რომ ანტიპროპაგანდა გაუწიოთ დამშევებული ხალხის აქციებს, ის აქციები რომლებიც უკვე დაიწყო და იმართება თითქმის ყოველ დღე. მე მოვედი აქ და ვეცადე გარემოვაჭრეების უფლებები დამეცვა და ამეხსნა ამ ადამიანებისაც რომ არ შეიძლება ესე ქართულ ხალხს მოექცე და ეს ამ ადამიანებს ლუკვაპურის შოვნის საშუალება აღარ აქვს და ძალიან ბევრი თვითკვლავობამდე არის მისული. გადმოვიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე და ჩადის მეგაფონის სართმევად. ოპოზიციის ბიჭი ცემეს სახელი და გვარი არ ვიცი ამ ბიჭის დაერიან ამას იმიტომ ცემეს რომ ხალხისთვის ითხოვდა რომ ლუკვაპურის საშუალებელი ადგილი გამოეყოთ.